რამდენი ფერის ბრილიანტი არსებობს? აი აქ ხედავ ხა ვალდეს. ყველანაირი ფერის არის, რამდენი ფერიც არსებობს ბუნებაში. ყველაზე ძვირი რომელია? წითელი, ვარდისფერი, ნატურალურის შემთხვევაში, ლაბორატორიული შემთხვევაში ლურჯი, მწვანე. და ულამაზესი. ფასებში დიდი სხვაობაა ლაბორატორიულსა და ბუნებრივ შორის. ძალიან დიდი, დაახლოებით 70%-ით უფრო იაფია ლაბორატორიული ბრილიანტი, მისი მასობრივი წარმოებიდან გამომდინარე. თუმცა ქიმიურადაც, ფიზიკურადაც, ოპტიკურადაც ახლა თქვენ ვერ მიხვდებით რომელია ლაბორატორიული, რომელი არის ნატურალური. ადამიანებს მაინც გონიათ, რომ აი ბუნებრივი ბრილიანტი შეიძლება იყოს უფრო ძვირფასი, ლაბორატორიული ბრილიანტი შეიძლება იყოს ბევრად ლამაზი, ვიდრე ნატურალური. ლავი მას ფიქრობენ, რომ საინვესტიციოდ შევიძენთ, რომ მიცოს ჩვენი მშობლების თავგან როიცოდნენ, ხო მიძენდნენ რაღაც ნაკეთობებს, ოქროს, ბრილიანტს და შემდეგ ინახავდნენ, რომ გამოგვადგება საინვესტიციოდ. თუმცა ამ დროში საინვესტიციოდ ნამდვილად არ არის კარგი არჩევანი, არც ბრილიანტი, არც ოქრო, ხო? იმდენად მერყეობს მარკეტზეც მათი ფასი. ანუ მუდმივად მზარდი აღარ არის. მზარდი საერთოდ არ არის. აღარ ჭრის. უძველია ეს ადამიანმა თავისი თვალით გაიგოს ნატურალურია თუ არა. პროფესიონალი თუ მიხვდება, აი შენ რო დაინახო ვინმე ვერ მიხვდები? დამადასტურებლად სჭირდება სერტიფიკატი აუცილებლად. ისე არანაირი გასვლა. არის სიმბზინო არის კუთხითაც არანაირი გასვლა. არის, შემდეგ არის რითიც შეიძლება შიგნით აქვს ყველა ბრილიანტს აქვს თავისი კოდი. კოდი არის მაგის დამადასტურებელი, მაგით შეგიძლია მე ონლაინ შენ თვითონ შეამოწმო ნამდვილია თუ არა, ნამდვილად ეგ ხარისხია თუ არა, რა ხარისხით სერტიფიკატში წერია.